ღონისძიება ბათუმი და ბათუმელების საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა უკვე ცნობილია, როგორც გაირკვა კომიტეტში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან მხოლოდ ერთი წევრი მოხვდა, რამაც ფრაქციის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. ხელს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, რომ მას პრეტენზია სტუმრების სიასთან, კონკრეტულად კი საპატიო სტუმრის სტატუსით გიორგი აბაშიძისა და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების ბათუმში მოწვევასთან დაკავშირებითაც გააჩნია. დუმბაძის განცხადებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, რომ სტუმრების სია ჯერ დაუზუსტებელია, გიორგი აბაშიძის მოწვევის ამბავი კი აბსურდულია. მისივე თქმით, ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო და ის წინა წლებისაგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. შეგახსენებთ, რომ წელს ბათუმობასთან დაკავშირებით 5-დღიანი პროგრამა მომზადდა და მისი ბიუჯეტი 260,000 ლარს შეადგენს. ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ მოწვეულია კიდევ გიორგი აბაშიძე, ასლანის ძე. მოწვეული არიან ძალიან ბევრი სტუმარი მოსკოვიდან, ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები, რომელიც ძალიან რთულია. უბრალოდ მე მისდება ასეთი კითხვა, ეს არის ბათუმობა იმისათვის, რომელიც ეძღვნება ქალაქ ბათუმის 125 წლის თავს, თუ ბიზნე ივანიშვილის სტუმრების დახვედრას ქალაქ ბათუმში. ვინ რა ჩაწერა, ვინ როგორ წარმოადგინა ეს სია თავის აზრებში, ეს ჩემთვის უცნობი არის. ჩვენ ვიმუშავებთ იმ სიაზე, რომელიც იქნება ოფიციალური სია. ჩვენ სხვანაირი შინაარსი გვინდა შევძინოთ, ეს ბათუმობა არ იქნება, იქნება ბათუმი და ბათუმელები, ის ადამიანები, ბაზმოსილი ადამიანები, რომლებიც ბათუმში დაიბადნენ, მოღვაწეობდნენ და გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და არიან ასე ვთქვათ საპატიო ადამიანები, იმ ადამიანების მოწვევა გვინდა.